მოგესალმებით, ეთერშია არხის სანგეის თბილისი. და დღეს, აგერ უკვე თვენახევრის წინ, ჩემს მიერ დაპირებული ვადიმ ზელანდის წიგნის ტაფტი ქურუმის თარგმანი მინდა წარმოგიდგინოთ. იგი 22 წუთიანია თუ 25 წუთიანია, თვითონ მისი აუდიო წიგნი 3 საათიანია და ამიტომ მე დავყოფ ესეთ ნაწილებად 25 წუთებად, ნახევარ საათიან ვიდეოებად, რათა გამიადვილდეს თავად თარგმანი და თქვენს ადვილად მოისმინოთ. წიგნი იოლი აღსაქმელი ნამდვილად არ არის, შესაძლებელია რამოდენიმე წინადადება რამდენჯერმე გადაახვიოთ და მოისმინოთ. მე კი ჩემ მხრივ შევეცადე, რომ სიტყვა სიტყვით მეთარგმნა აბსოლუტურად, რადგან რათა არაფერი არ დამეკარგა, არანაირი აზრი მაქსიმალურად მიახლოებული ყოფილიყო ორიგინალთან ჩემი თარგმანი. თავად განსაჯეთ როგორ გამომივიდა, მაგრამ მე ძალიან ვცდილობდი, ვიცი რომ ელოდებოდა ამას საზოგადოების გარკვეული ნაწილი და აი დღეს წარმოგიდგენთ, მით უმეტეს რომ ასეთი ძლიერი ტექნიკაა ამ წიგნში მოცემული. ნაწნავის ტექნიკა, თანამედროვე ვიბრაციებში, თანამედროვე ცხოვრებაში სიტუაცია იმდაგვარია, რომ ჩვენ გავწვდით და ვწვდებით და შეგვიძლია რომ ბევრი დაფარული ტექნიკას გავეცნოთ, ბევრი რაღაცა წამოტირტირდა ზედაპირზე, ჩვენთვის გახსნილი გახდა, ხელმისაწვდომი გახდა, გამოიყენეთ ეს მომენტი, იმიტომ რომ ამაზე ხალხი 100 და 200 წლის წინ ოცნებობდა, რომ ასე გახსნილად ყოფილიყო გარკვეული ტექნიკები, რიტუალები და ასე შემდეგ და ცოდნა, რაც მთავარია ეს ცოდნა მოცემული და ეს კვანტური ნახტომის პერიოდი ყოველთვის ამით არის ნიშანდობლივი, ძალიან საინტერესოა ამ კუთხით და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ბევრი კითხულობს, რა არის ეს კვანტური ნახტომი, ბოლოს და ბოლოს ვერ გავიგე, სად ხტებით, რატო ხტებით. კვანტური ნახტომი არის ელემენტარულად, აი ხილულ სამყაროში, რასაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს სამყაროში, ვარსკვლავებს, გალაქტიკებს, ყველაფერი რაც არსებობს, ამ ყველაფრის ვიბრაციების ამაღლება კვანტურ დონეზე. როდესაც მანვანტარა იწყება, აი იმ პირველი აფეთქებიდან, მანვანტარა არის ხილული სამყაროს არსებობის პერიოდი, რომელიც რაღაცა 30 მილიარდი თუ 27 მილიარდი არ მოგატყვევთ ახლა რიცხვები ზეპირად არ ვიცი, მაგრამ ძალიან მილიარდი წლები გრძელდება. აი მეცნიერები რომ ამბობენ, პირველი აფეთქება იყო და მერე გაფართოვდა სამყარო და ფართოვდება და იმის მერე ფართოვდება და უხილავი სამყარო გენეზისი რომ იწყება, ღმერთს უყვარს თავისი თავი და იმ ერთ წერტილში იწყებს თავისი თავის ფიზიკურ გამოვლენას. ფიზიკურად ჩნდება საოცრება პირდაპირ და ეს ხილული სამყარო იშლება მერე, იშლება და იწყება ხილული ცხოვრება. აი ეს ფიზიკური, რომელსაც ეძახიან მანვანტარას. ბუდისტური ფილოსოფიის თანახმად, დიდი მასწავლებლების თანახმად, ასევე ვარსკვლავთშორისი კავშირის მეცნიერების თანახმად, ეს უცხო პლანეტელები არიან, ისინიც თავიანთ თავისი გამოკვლევების შედეგად მივიდნენ ამ დასკვნებამდე, რომ ეს მიდგომა სწორია, რომ აი ეს ხილული სამყაროს არსებობა არის ციკლური. აი ეხლა ხომ არსებობს, მაგრამ მილიარდი წლების მერე ისევ ყველაფერი ერთგვარად, ძალიან მარტივად რომ ვთქვა, ისევ ერთ წერტილში შევა და გაქრება. ანუ ეს ხილული სამყარო მერე მილიარდი წლები აღარ იარსებებს. გადავა სულიერში ყველაფერი, ჩვენი სულები, ყველაფრის სული, რასაც ჩვენ ვუყურებთ, გადავა უხილავში სულების სამყაროში. მერე მილიარდი წლები იქ იქნება, იქ იარსებებს, იქ ვიარსებებთ. მერე კვლავ გაჩნდება ეს ხილული სამყარო და კვლავ დაიწყება ხილული სამყაროს არსებობა. ამიტომაც აი ამ ციკლებს
ხან არსებობს, ხან არ არსებობს, ხან დიდ ღამეს ეძახიან ბრამას დიდი ღამეები, როცა დაიწყება, როდესაც არაფერი არ არსებობს. რუსულად ამბობენ великое ничто. დიადი არაფერი, ხო? დიადი რაღაც აი ესე. შემდეგ ფიზიკურ სამყაროში გადადის ეს ყველაფერი, ასეთი ციკლური ხასიათი აქვს და იმ ერთ ციკლს ეძახიან მანვანტარას. აი, როდესაც წარმოიშვა ჩვენი სამყარო ერთი წერტილიდან, ეხლა დაუშვათ სადღაც შუაში ვართ ან დასაწყისში ვართ და მერე ბოლოც ექნება ამ ყველაფერს, ხო? აი, მანვანტარა სანამ არსებობს, დასაწყისში ვიბრაციები შუაში, მისი არსებობის შუაში და მისი არსებობის ბოლოში, რა თქმა უნდა, განსხვავდება. რაღაცნაირად ხომ უნდა გაქრეს ის და ამიტომ კვანტური ვიბრაციების ამაღლების, კვანტების ვიბრაციების ამაღლების ხარჯზე ის სქელმატერიალური სამყაროდან ნელ-ნელა ხილმატერიალურში გადადის. ანუ უფრო სულიერებას იმაღლებს, ადის ზემოთ და უფრო თხელი ხდება. ეხლა ჩვენს ფიზიკურ სამყაროში მაგალითად 59 დონის სიმკვრივის ცივილიზაცია არსებობს და ჩვენ ვართ მაგალითად მე-3 დონის სიმკვრივეზე. არსებობენ მე-7, მე-18 დონის, უფრო თხელი და 59-ს კი არსებობს. აი, მაგალითად პლაზმოიდები, რომლებიც დედამიწაზე ჩვენთან ერთად ცხოვრობენ, ჩვენს პარალელურად არსებობენ, რომელთაც ჩვენ ვერ ხედავთ, იმიტომ რომ სხვადასხვა სიხშირეზე ვართ, ასე ვთქვათ. ისინი მაგალითად მე-7 დონეზე არიან, ზოგი 27-ზე, ზოგი 51-ზე. ანუ თხელმატერიალური არის პირველი დონიდან 59 დონი და ჩვენ ადამიანები და დედამიწა მე-3 დონის სიმკვრივეზე ვართ. აი, წარმოიდგინეთ და ეს მხოლოდ ხილული სამყარო. მე არ ვლაპარაკობ სულების სამყაროში რა ხდება ახლა. მე ვლაპარაკობ მთელი პარალელურებზე, რაც ჩვენთან ერთად არსებობს და ყველა იმ უცხო პლანეტელებზე და ყველა იმ გალაქტიკებზე, რაც ჩვენთან ერთად არსებობს. ამიტომ ყველანი ერთად ვაკეთებთ ჩვენ ამ კვანტურ ნახტომს დედამიწა განსაკუთრებით, იმიტომ რომ ნელ-ნელა ისიც ამ რიტმში უნდა ჩაჯდეს, ისიც უნდა შეესაბამებოდეს მანვანტარის ასაკს და ასეში. ეს ერთგვარი ესეთი ტალღასავით მოდის სულიერ სამყაროდან მოდის, ის ტალღა ცოტა უფრო მკვრივდება, მერე კიდევ უფრო მკვრივდება და ასე მოდის ჩვენამდე. აი, როგორც სინგულარობა, დაახლოებით ესე ფიზიკაში რომ არის ცნება, ხდება სხივებისა და შუქის გამყარება გარკვეულ სიტუაციებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ეს არის კვანტური ნახტომი. ეს არის ვიბრაციების ამაღლება და ჩვენ უნდა ამას ყველაფერს მოგწონს ეს თუ არ მოგწონს, უნდა შევესაბამებოდეთ. აი, მაგალითად მაისის ვიბრაციები, მაისისთვის ვიბრაციები. იცით რითი არის ნიშანდობლივი? მაისის თვეში ჩვენც კიდე რაღაცა გარკვეულწილად კვანტურ პატარა კიდე ნახტომს ვაკეთებთ და მაისის თვის ენერგიები გვავალდებულებს საკუთარ სხეულებს, საკუთარ თავებს მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ. აი, ასეთი ენერგიებია. სამყარო აკვირდება, რამდენად გვიყვარს ჩვენი თავები, ჩვენი სხეულები, ვუვლით თუ არა მას, როგორ ყურადღებითა ვართ ჩვენი სხეულების მიმართ. აი, ასეთი ენერგიებია. ამიტომ შეეცადეთ, რომ ამ პერიოდში ივნისის დაახლოებით 15-მდე 20-მდე არის აქტუალური ეს ენერგიები, ასე ვთქვათ, ბატონობენ. შეეცადეთ, რომ მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ თქვენს ფიზიკურ სხეულს, ისე როგორც თქვენ თვლით საჭიროთ, როგორც საერთოდ მიგაჩნიათ და ასე შემდეგ. ახლა კი ყველამ ერთად მოვისმინოთ წიგნი, ყველამ ერთად თუ არა, ყოველ შემთხვევაში იმათ, ვისაც გაინტერესებთ და მე შემდგომში, როდესაც რაღაც ვიდეოებს დავდებ რაღაც გარკვეული თემებით, პარალელურად მეორე ვიდეოში აუცილებლად ამ წიგნის გაგრძელებას დავდებ, რადგან შესაძლებელია ეს წიგნი ყველას არ აინტერესებს და რაღაცა სხვა თემებსაც შევეხოთ სხვა ვიდეოებში და ასე გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობა. ახლა კი მოვისმინოთ. გამარჯობა, ჩემო პატარა
მახინჯებო, მე თქვენ არ გახსოვართ, მე ტაფტი ვარ, მოვედი თქვენთან დროის წიაღიდან. დრო მარადიულია, ამიტომ დროის წიაღიდან შესაძლებელია მოსვლა სადაც გინდა და როცა გინდა. 3000 წლის წინ მე იზიდას ტაძრის ქურუმი ვიყავი. ვინ ვარ ეხლა? გეტყვით. როგორღაც ცოტა მერე, თავარი კი ის არის, რომ მე ვიცი თუ თქვენ ვინ ხართ და თავის დროზე ამას გეტყვით. თქვენ ხომ არ იცით ვინ ხართ? მართალია? თქვენ მოგავლინეს ამ ქვეყანას, საკუთარი თავის ექსპლუატაციის ინსტრუქცია კი არ მოგცეს. არა? რა თქმა უნდა, თქვენ გასწავლეს, რომ ხელები უნდა დაიბანოთ, პამპერსები გამოცვალოთ, მაგრამ ამაზე მეტი თქვენთვის არაფერია ცნობილი, არც საკუთარ თავზე, არც ამ სამყაროზე. მაგალითად, თქვენ გეჩვენებათ, რომ საკუთარი აზრი გაქვთ. სინამდვილეში ეს აზრი იმპლანტირებულია თქვენში. თქვენ გეჩვენებათ, რომ შეგიძლიათ მართოთ თქვენი მოქმედებები. სინამდვილეში კი გაცილებით მნიშვნელოვანია მართოთ საკუთარი ფიქრები. თქვენ ეს შეგიძლიათ? არა. თქვენ უბრალოდ პატარა უტვინო ლოკოკინები ხართ. ოხ როგორ მინდა გტყეპოთ. მე ვიცი, თქვენ უბედური და მარტო ხელა ხართ და არავის არ უყვარხართ, მაგრამ მე მიყვარხართ და მე გეტყვით, მე მოგიყვებით, როგორ არის მოწყობილი სამყარო და რა ხდება ამ სამყაროში. მოგიყვებით, რატომ ხართ აქ და რა უყოთ თქვენს ცხოვრებას. თქვენ ხომ არ იცით რა უნდა უქნათ თქვენს ცხოვრებას, ხედავთ? მოთავსდით მყუდროთ თქვენი ღამის ქოთნებზე და დავიწყოთ. დავიწყოთ იქიდან, რომ რეალობა მთლად ისეთი არ არის, როგორიც თქვენ წარმოგიდგენიათ. ის მრავალფეროვანია, როგორც ხახვი. თქვენთვის ნაცნობია მხოლოდ ორი ფენა: მატერიალური სინამდვილე, რომელშიც ცხოვრობთ, და სიზმრების სივრცე, რომელიც ყოველ ღამე გესიზმრებათ. სიზმრების სივრცე ეს თქვენი ფანტაზიები არ არის. ის რეალურად არსებობს. კინოფირების არქივის სახით, სადაც ინახება ყველაფერი, რაც იყო, იქნება და რაც შეიძლება რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. როდესაც სიზმარი გესიზმრებათ, ეს ნიშნავს, რომ ერთ-ერთ ასეთ კინოფირს ათვალიერებთ. ამ გაგებით თქვენი სიზმარი ერთდროულად ილუზიაცაა და რეალობაც. ფილმი, რომელსაც უყურებთ, ვირტუალურია, ხოლო კინოფირი მატერიალურია. სინამდვილე, ანუ აწმყო, ეს ის არის, რაც არასოდეს არ ყოფილა და არც არასოდეს არ იქნება, არამედ მხოლოდ არის, ერთჯერადად და ეხლა. აწმყო არსებობს მხოლოდ ერთი გაელვება, როგორც კადრი კინოფირზე, რომელიც წარსულიდან მომავლისკენ გადაადგილდება. თქვენი ცხოვრება, უფრო სწორად არსება, ანუ სულით გადაადგილდება, განსხეულდება ერთი ცხოვრებიდან მეორეში. როდესღაც ყველანი თევზები, დინოზავრები და მცოცავები იყავით. ეხლაც ნუ წარმოიდგენთ, რომ შორს წახვედით. ჯერ კიდევ ბევრი ცოცვა მოგიწერთ სრულყოფილებამდე, მაგალითად, როგორიც მე ვარ. ტაფტი ქურუმი. თქვენი წინა განსხეულებები თქვენ არ გახსოვთ. იმიტომ რომ თითოეული განსხეულება თქვენი სულისთვის ცალკეული ცხოვრებაა, ან ცალკეული სიზმარი. თუ გნებავთ. სულისთვის სხეულის ქონა აუცილებელი არ არის. სულისთვის სხეულში ყოფნა მისი არსებობის ერთ-ერთი ფორმა. სხეული ერთგვარი ბიოსკაფანდრია. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რა საჭიროა ეს ყველა ბიოგადაქცევა? ასეთია რეალობისა და ცხოვრების საწყისი თვისება. მოძრაობა და გადაქცევა. კადრი მოძრაობს კინოფირზე, მატლი პეპლად გარდაიქმნება,
პეპელადებს ჭუპრებს, ისინი გადაიქცევიან მატლებად და შემდეგ ისევ პეპლები ხდებიან. საკუთარი ევოლუციის მიმდინარე ეტაპზე თქვენ მატლები ხართ, პატარები, საზიზღრები. ნუ რა ვქნათ, როგორებიც ხართ, მომიწევს თქვენთან ტრიალბზრიანი. მაშასე, მისმინეთ. სიზმარი და რეალობა დაახლოებით ერთი და იგივეა. ცხოვრების პირველ წლებში თქვენ ვერ ასხვავებდით რეალობას და სიზმარს. ეხლა ეს არ გახსოვთ, მაგრამ მაშინ გეჩვენებოდათ, რომ იმ სამყაროსა და ამ სამყაროს შორის საზღვარი არ არსებობს. შემდეგ უფროსებმა აღიხსნეს, რომ ზმანების სამყარო თქვენი ფანტაზიის ნაყოფია, მხოლოდ და მხოლოდ, რომ ის ნამდვილი არ არის. სინამდვილეში თქვენ ცრუ რწმენა ჩაგისახეს. ის სამყარო ისეთივე რეალურია, როგორც ეს სამყარო. ის არსებობს, ოღონდაც სხვა სივრცეში. ჩაძინებისას და გაღვიძებისას თქვენ ერთი სამყაროდან მეორეში გადაადგილდებით. ეს არ გაოცებთ, არ გაშინებთ, თქვენ უბრალოდ შეჩვეულები ხართ ამას. მაგრამ სიზმარი და შემდგომი გაღვიძება იგივე პლანის მცნებებია, რაც სიცოცხლე და სიკვდილი. ცხოვრება ეს არის სიზმარი, სიკვდილი ეს არის გამოფხიზნება. და არა პირიქით, გესმით ეს? კარგით, ჩემო კარგებო, ყველაფერს ერთად არ მოგაყრით, ყველაფერი თავის დროზე და ეტაპობრივად. არსებობს სამი მსგავსება და ერთი განსხვავება სიზმარსა და სინამდვილეს შორის. განსხვავებაზე ოდნავ მოგვიანებით გესაუბრებით, მსგავსება კი შემდეგი აქვთ. პირველი, სიზმარშიც და ცხადშიც თქვენ გძინავთ, ამიტომაც იქაც და აქაც უსუსურები ბრძანდებით. ის და ეს რეალობა თქვენი ნების მიუხედავად არსებობს. მე გასწავლით გაღვიძებას, როგორც სიზმარში, ასევე ცხადში. მეორე, იქაც და აქაც რეალობა მოძრაობს კინოფირზე კადრის მსგავსად. თქვენ ამას არ ამჩნევთ, რადგან ფეხებ ქვეშ ყურება შეგიძლიათ მხოლოდ და მხოლოდ. შორს ყურების უნარი მაშინ დაკარგეთ, როდესაც უფროსებს დაუჯერეთ და ირწმუნეთ, რომ სიზმარი არარეალური რამ არის. იქაც და აქაც მესამე. იქაც და აქაც კადრის მოძრაობის მართვა შეიძლება. თქვენ ამ მოძრაობას ვერ მართავთ, რადგან თქვენი ყურადღება მიმდინარე კადრში არის ჩარჩენილი და გაჩხერილი. რას ნიშნავს ეს? მალე მოისმენთ, გაიგებთ, თუმცა მოსმენა ჯერ კიდევ არ ნიშნავს გაგებას. მაგრამ როცა გაიგებთ, მაშინ შეძლებთ, რომ რეალობა ამოძრაოთ. ორი ეკრანი. ასე რომ, ჩემო კარგებო, ჩვენ შევჩერდით სამ პოსტულატზე. პირველი, სიზმარშიც და ცხადშიც თქვენ გძინავთ. მეორე, სიზმარიც და ცხადიც ეს კადრის მოძრაობაა. მესამე, კადრის მოძრაობის მართვა შესაძლებელია, მაგრამ თქვენ ამას არ აკეთებთ. ვერც თქვენ სულელურ სიზმრებს მართავთ, ვერც თქვენ საცოდავ ცხოვრებას. პირველი, იმიტომ რომ გძინავთ. მეორე, იმიტომ რომ არ იცით, რომ ეს შესაძლებელია. დავიწყოთ უმარტივესით. რა არის სიზმარი? გახსოვთ გითხარით, რომ მოგავლინეს ამ ქვეყანაზე და საკუთარი თავისი ექსპლუატაციის ინსტრუქცია არ მოაყოლეს. მაშასე თქვენ გაქვთ ორი ეკრანი. შინაგანი ეკრანი გაქვთ და გარეგანი ეკრანი. გარდა ამისა თქვენ გაქვთ ყურადღება. ის ყოველთვის ან შიგნითა, ან გარეთ. და ძალიან იშვიათადაა, რომ შუაში იმყოფებოდეს. ამიტომ თქვენ მუდმივად გძინავთ. ანუ, როდესაც ყურადღება შუაში არ იმყოფება, თქვენ გძინავთ.
როდესაც იმყოფებით თქვენს ფიქრებში, თქვენი ყურადღება მთლიანად შინაგან ეკრანზეა ჩაძირული. ამ დროს თქვენ შეგიძლიათ არ შეამჩნიოთ თუ რა ხდება გარშემო და ავტომატზე მოქმედებთ. და პირიქით, როდესაც თქვენი ყურადღება გარეთ არის მიმართული, რაღაცითაა დაკავებული გარეთ, თქვენ გავიწყდებათ საკუთარი თავი და ისევ მოქმედებთ ავტომატზე. აი სწორედ ეს არის ძილი. ეს არის უგონო მდგომარეობა, როდესაც თქვენი ყურადღება ჩაძირულია ან შინაგან, ან გარეთა ეკრანში. ასეთ მდგომარეობაში უსუსურები ხართ და ვერც საკუთარ თავს აკონტროლებთ და ვერც იმას, რაც თქვენს თავს ხდება. ამ გაგებით ძილი და სიზმარი ერთი და იგივე არ არის. ძილი ეს თქვენი ანაბიოზური მდგომარეობაა. სიზმარი ეს არის ის, რაც გესიზმრებათ სიზმრების სივრცეში ან რეალურ სივრცეში. სიზმრები და რეალობა თავისი არსით ერთნაირია, მსგავსია. რეალობაც გესიზმრებათ. რეალობა ეს სიზმარია. სიზმარი კი რეალობაა. რატომ? მალე გაიგებთ. ეხლა ინსტრუქცია. იმისთვის რომ გამოიღვიძო სიზმარში ან ცხადში, აუცილებელია ამოიღო ყურადღება შიდა ან გარე ეკრანიდან და გადაადგილო ცნობიერების ცენტრში. კიდევ ერთხელ, იმისთვის რომ გამოიღვიძო სიზმარში ან ცხადში, აუცილებელია ამოიღო ყურადღება შიდა ან გარე ეკრანიდან და გადაადგილო ცნობიერების ცენტრში. თქვენ გაქვთ ამის უნარი. იოლად შეგიძლიათ ეს. აბა ეხლა გაატკაცუნეთ თითები ცხვირთან. სად იყავით ამ წუთას? შორს დაფრინავდით ოცნებებში. თუ ჩემით ტკბებოდით, სად იყო თქვენი ყურადღება კონცენტრირებული? რომელ ეკრანზე? ეხლა სად არის თქვენი ყურადღება? იპოვეთ შუა წერტილი ეკრანებს შორის. ამ წერტილიდან ერთდროულად შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ თქვენ შინაგანსაც და იმასაც თუ რა ხდება გარშემო. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ რეალობა თქვენს გარშემო და საკუთარი თავი ამ რეალობაში. არაფერი არ გიშლით ხელს, რომ ორივე ეკრანს ერთდროულად უყუროთ. თქვენ ეს შეგიძლიათ. უბრალოდ არავის არასდროს არ უთქვამს ეს თქვენთვის. არ უთქვამს, რომ ასე შეიძლება. თავად კი არასდროს არ დაფიქრებულ ხართ ამაზე, თუ რისთვისაა ეს საჭირო. უფროსები გიბრძანებდნენ. აქეთ მიყურე, მისმინე, გააკეთე ის, რასაც გეუბნები. ასე გაჩვევდნენ ყურადღების ფიქსირებას გარე ეკრანზე. ხოლო, როდესაც რამე არ გამოგდიოდათ, სასოთ წარკვეთილებაში ვარდებოდით და ფიქრობდით, რომ პატარები, უსუსურები და უბედურები ხართ, მაშინ შეეჩვიეთ თქვენი თავი, შეაჩვიეთ თქვენი თავი შიდა ეკრანს, თქვენს ერთადერთ თავშესაფარს. თანდათან თქვენი ყურადღება შეეჩვია, რომ ხან ერთ ეკრანს უნდა მიეწებოს, ხან მეორეს, მაგრამ არასდროს არ ჩერდებოდა შუაში. საბოლოო ჯამში საერთოდ დაკარგეთ ყურადღების მართვის უნარი. ის თქვენ არ გემორჩილებათ, არამედ თავისი ნებით დაცურავს აკეთებით. თქვენ მუდმივად იძირებით გაუთვით ცნობიერებელ მდგომარეობაში. ასეთ მდგომარეობაში ეფექტურად ვერ იმოქმედებთ. თქვენ შეიძლება მოგატყუონ, გაწყენინონ, შეგაშინონ, გაგგრუდონ და გცემონ ბოლოს და ბოლოს. თქვენ კი ღირსეულად ვერ უპასუხებთ. თქვენ მუდმივად ებრძვით შინაგან კომპლექსებს. გარე ვითარებებზე ხართ დამოკიდებულები და წარმატებას, გამართლებას დასდევთ. ისიც ვინ დასდევს გამართლებას? წარუმატებლები. წარუმატებლები ეს თქვენ ხართ, რადგან თქვენი ეფექტურობა ამ მდგომარეობაში არ აღემატება 5-10%-ს, ანუ გაუთვით ცნობიერებელ მდგომარეობაში. კარგით, არიტიროთ, ჩემო უსუსურებო,
ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია. მე მოგიყვებით როგორ. გასეირნება სიზმარში. წინა გაკვეთილიდან ჩემოგარგებო თქვენ გაიგეთ, რომ ძილი ეს არის მდგომარეობა, როდესაც ეკრანში ხარ ჩაძირული. ძილი და სიფხიზლე შესაძლებელია როგორც სიზმარში, ასევე რეალობაში. კიდევ ერთხელ, ძილი და სიფხიზლე შესაძლებელია როგორც სიზმარში, ასევე რეალობაში. იმისთვის, რომ გამოიღვიძო, საჭიროა ყურადღება გადაიტანო ცნობიერების ცენტრში. ცნობიერების ცენტრი ეს არის დაკვირვების წერტილი, საიდანაც ხედავთ თუ სად იმყოფება თქვენი ყურადღება, ამ მომენტში და რითი არის დაკავებული. ცნობიერების ცენტრი ეს არის დაკვირვების წერტილი, საიდანაც ხედავთ თუ სად იმყოფება თქვენი ყურადღება ამ მომენტში და რითი არის დაკავებული. ამავდროულად თქვენ ხედავთ რა ხდება თქვენს გარშემო და რითი ხართ დაკავებული თავად. აი ახლა ამ წუთას გაიღვიძეთ და ჰკითხეთ საკუთარ თავს. სად ვარ? რას ვაკეთებ? სად არის ჩემი ყურადღება? ამ მომენტში თქვენ გონს მოხვედით და ცნობიერების წერტილში აღმოჩნდით. აი მე, აი რეალობა ჩემს გარშემო, ანგარიშს ვაძლევ ჩემს თავს, ხედავ ჩემს თავს და ვხედავ რეალობას. ეს მდგომარეობა არ არის თქვენთვის დამახასიათებელი, ჩემო ძვირფასებო, ის იშვიათად ჩნდება ხოლმე, გაელვებებით. დანარჩენი დრო კი ან შიდა, ან გარე ეკრანში ხართ ჩაძირული. აბა შეეცადეთ თუნდაც 1 საათი გაცნობიერებულ მდგომარეობაში გაატაროთ და ნახეთ რა მოხდება. საინტერესო იქნება, გპირდებით. უკეთესია ეს დილით გააკეთოთ. როცა კარგი გამოძინებული ხართ, თავს კარგად გრძნობთ და კარგ ხასიათზე ხართ. თუ ცუდ ხასიათზე ხართ, არც კი სცადოთ. არაფერი არ გამოვა. მაშა სადაა? შედით ცნობიერების წერტილში, სიტყვებით. ხედავ ჩემს თავს, ხედავ რეალობას. მიეცით თქვენს თავს პროგრამა. მე დღეს ვისეირნებ სიზმარში ცხადად. და წადით სადაც გნებავთ, სამსახურში, სასწავლებელში. ამ სიცხადის შეგრძნებით წადით. მეტი ეფექტისათვის კარგია წახვიდეთ იქ, სადაც არავინ არ გიცნობთ. სასეირნოთ, სავაჭრო ან გასართობ ცენტრში. ეს სწორედაც რომ სიზმარში თავისუფალი გასეირნება იქნება. რადგან როცა ერთ-ერთ ეკრანში ხართ ჩაძირული, თქვენ საკუთარ თავს არ ეკუთვნით. ანუ არ ფლობთ არც საკუთარ თავს, არც სიტუაციას. პირიქით, ნებისმიერი სიტუაცია გარდაიქმნება სიზმრად და იქით ფლობთ. ანუ კიდევ ერთხელ, როდესაც საკუთარ თავში ან რომელიღაცა ეკრანში ხართ ჩაძირულები, თქვენ თავს არ ეკუთვნით, არ ფლობთ არც საკუთარ თავს, არც სიტუაციას. პირიქით, სიტუაცია ფლობს თქვენ თავს. რა ხდება, როდესაც საკუთარ თავს ათვიცნობიერებთ? თქვენ თავისუფლდებით და თქვენი სიზმარი არ აქვს მნიშვნელობა ძილში თუ ცხადში, გაცნობიერებული ხდება. თქვენ ფლობთ საკუთარ თავს და რაც ყველაზე მთავარია, იძენთ უნარს ფლობდეთ სიტუაციას. მაგრამ ამაზე მოგვიანებით. მანამდე შეეცადეთ უბრალოდ ისეირნოთ და დააკვირდეთ. მაგალითად, აი, ჩართეთ თქვენი ცნობიერება და შედით მაღაზიაში. მიესალმეთ, გაიარ გამოიარეთ, გაიხედეთ, გამოიხედეთ. შეგიძლიათ იკითხოთ რამე. დააკვირდით გამყიდველების რეაქციას. ოღონდაც არ ჩაგეძინოთ. აუცილებლად, სანამ გაესაუბრებით ვინმეს, ყურადღება ცენტრში მოაქციეთ. ხედავ ჩემ თავს და ხედავ რეალობას. თქვენ აღმოაჩენთ, რომ რაღაც ცნობის მოყარეობით გიყურებენ ისინი. რაღაც განსაკუთრებული სიმპათიით გექცევიან, რაც ადრე არ იყო. მაშ რა მოხდა? გარშემო მყოფნი თქვენგან განსხვავებით ძილს აგრძელებენ. ზძინავთ. მათი ყურადღება ჩაძირულია.
ისინი ჩართულები არიან თავიანთ ყოველდღიურ სცენარში, როგორც ფილმში. მათი ფიქრები არ არის მკაფიო, მოქმედებები გაუთვითცნობიერებელია. შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრობენ როგორც პერსონაჟები ფილმში. თქვენ კი გარშემო მყოფთაგან განსხვავებით სიზმარში გაიღვიძეთ, თითქოს კინოთეატრის ეკრანიდან დარბაზში შეაბიჯეთ და ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ დაბრუნდეთ კინოფილმში და ისე ირნოთ იქ თავისუფლად, სცენარისგან დამოუკიდებლად. როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხართ, ხალხი აღიქვავთ, როგორც არაამქვეყნიურებს. ისინი გრძნობენ, რომ რაღაცა თქვენში სხვანაირადაა, რაღაც ხდება, მაგრამ ვერ ხვდებიან კონკრეტულად რა. არ ინერვიულობთ, ისინი ანგარიშს არ აძლევენ საკუთარ თავს, რომ სიმპათიით და ცნობის მოყვარეობით გექცევიან. არც თქვენ შეიმჩნიოთ, რომ იცით ის, რაც მათ არ იციან. იცით, საიდან აქვს თქვენს მიმართ სიმპათია, განსაკუთრებით მათ, ვინც არ გიცნობენ. თქვენ მათთვის ჭრდილების სამეფოში ციცინათელასავით ხართ, ციცინათელასავით ანათებთ. როდესაც იმყოფებით ცნობიერების მდგომარეობაში, თქვენი ენერგია სხვანაირად მიედინება. ეს არ ჩანს აშკარად, მაგრამ ქვეცნობიერის დონეზე იგრძნობა. აი ასე, უბრალოდ სიზმარში ცხადად სეირნობისას, ყველაზე ცოტა გარემოდან მიიღებთ ყურადღებას და სიმპათიას. შეძლებთ გაიცნოთ სასიამოვნო ადამიანები, გქონდეთ სასიამოვნო ურთიერთობა და დროის გატარება. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. თუ კი ჭკვიანები იქნებით და კარგად მოიქცევით, ისწავლით რეალობის გამოძრავებას, გადაადგილებას. თუ კი თავად არ გადახვალთ ჭკუიდან, კარგით არ შეშინდეთ ჩემო საყვარლებო.